ხაშურელმა სპორტსმენმა საბა გელაშვილმა სომხეთში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. ახალგაზრდა სპორტსმენმა გამარჯვება პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა, მან სომეხი მებრძოლი დაამარცხა. საბა გელაშვილი მომდევნო ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს. 11 მაისს ქალაქ ერევანში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც ქართველმა მებრძოლმა წარმატებით იასპარეზეს. ამ კიკბოქსინგის ტურნირზე ახლა მოხვდი მე ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად წავედი, ჩვენ ფედერაციასთან ერთად, ბატონ ლაშაჭურაძესთან ერთად, მის გუნდთან ერთად წავედი და კლუბი მებრძოლია მათი გუნდი თბილისში, ერთ-ერთი საქართველოს ყველაზე წამყვანი კლუბია, როგორც გოგოები, ასევე ბიჭები ყავთ ჩემპიონები, სხვადასხვა ტურნირების, ევროპის, საქართველოს, მსოფლიოს ჩემპიონები. და ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომ ეს ქამარი მოეპოვებინა. ბრძოლა წარიმართა პირველივე რაუნდში, გავიმარჯვე ტექნიკური ნოკაუტით სომეხ მებრძოლთან და გადმომეცა ჩემპიონის ქამარი. ბრძოლისთვის ყველაზე მთავარი სპორტსმენისთვის არის ის, რომ თავისი წარმატებით სხვა გაახაროს, თავისი ოჯახი გაახაროს, ოჯახის ახლობლები, მეგობრები და ეს ძალიან დიდი мотиваციაა ჩვენთვის პირადად სპორტსმენებისთვის და ამის გარეშე ფიზიკურად არც ვარჯიში გამო, არც შეჯიბრის მოგება გამო არაფერი, იმიტომ რომ პირველი мотиваტორი არის ის, რომ იცი რომ ხალხი გიდგას გვერდში და მათთვის აკეთებ რაღაცას. სამომავლო გეგმასაც შეიძლება ვაპირებ კიდევ მომავალში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ტურნირებში, ჯერჯერობით არ დავასახელებ, არის რაღაც შემოთავაზებები და უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ყველას.